მოგესალმებით მეგობრებო, წინა სიუჟეტებში ვისაუბრეთ ასხლეტილი მოზარდის მოვლა გამოზრდის ძირითად წესებზე. დღეს კი ვისაუბროთ მკურნალობასა და სამკურნალო პრეპარატებზე. სანამ მკურნალობასა და პრეპარატებზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ სისუფთავე და პრევენციების თანმიმდევრობა წინაპირობაა ჯანმრთელი ბოწვრის გამოზრდისა. ბოწვრის მკურნალობა ძალიან რთული პროცესია და მაინც თუ შეამჩნევთ ბაჩიების მოწყენილობას, გაბერილ მუცელს ან ფაღარათს, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა, რადგან ამ ასაკში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. როდესაც ბაჩია იბერება და ეწყება კუჩის აშლილობა, ეს ხშირად კოქციდიოზის, ენტერიტის ან არასწორი კვებით გამოწვეული დისბაქტერიოზის ნიშანია. ასეთ დროს მოქმედება უნდა იყოს ძალიან სწრაფი, რადგან ბაჩიის ორგანიზმი დეჰიდრატაციას გაუწყლოებას რამდენიმე საათში განიცდის. დაავადებული მოზარდი სასწრაფოდ გადაიყვანეთ ცალკე გალიაში, რათა დანარჩენები არ დაინფიცირდნენ. თუ მუცელი გაბერილი და დაჭიმული აქვს, მიეცით ბავშვის ესპუმიზანი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალება გაზების დასაშლელად. მიეცით პიპეტით 2 მl ყოველ 4 საათში ერთხელ, სანამ შებერილობა არ დაიკლებს. ძალიან კარგია მსუბუქი მასაჟი, ფრთხილად დაუზილეთ მუცე წრიული მოძრაობით წინა თათებიდან კუდისკენ, რათა დაეხმაროთ გაზების გამოსვლაში. 24 საათით სრულად ამოიღეთ კომბინირებული საკვები გრანული და წვნიანი საკვები. დაუტოვეთ მხოლოდ ხარისხიანი, მშრალი თივა და სუფთა წყალი. მაგრამ თუ პროცესი შორსაა წასული და ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისი არაა, ვარაუდობთ კოქციდიოს, ენტერიტს ან დისბაქტერიოს, მაშინ მოქმედება იცვლება. მოდი დავიწყოთ კოქციდიოზით. ეს არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს უმარტივესი ორგანიზმები, კოქციდიები. დაავადება ძირითადად აზიანებს ბოწვრის ნაწლავებს ან ღვიძლს. აი რა სიმპტომებითა და ფორმებით ვლინდება ის. ცხოველი წყვეტს ზრდას და ხდება ძალიან გამხდარი, უარს ამბობს საკვებზე, თუმცა ბევრ წყალს სვამს. ღვიძლის კოქციდიოზისას ვლინდება სიყვითლის ნიშნები, ბოწვერი არის უენერგიოდ, დიდ დროს ატარებს გაუნძრევლად. დაავადება უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ნაწლავის ფორმა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იწვევს ორგანიზმის გამოფითვას. მძიმე ფორმების დროს, სიკვდილის წინ, მოზარდს შეიძლება ჰქონდეს თავის უკან გადაგდება და კრუნჩხვები. კოქციდიოზი ძირითადად ვრცელდება დაბინძურებული წყლით, საკვებით ან გალიის იატაკიდან, სადაც დაგროვილია ფეკალიები. განსაკუთრებით სახიფათოა ნესტი და ჰიგიენის ნორმების დარღვევა. მნიშვნელოვანია გალიების სისუფთავე, პერიოდული დეზინფექცია გალიისა და ინვენტარის და დროული პროფილაქტიკა პრეპარატებით, კოქციდიოსტატიკებით. პირადად მე ვიყენებ კოქსმეტს ან ვეტაზურილს, ორივე პრეპარატი არის როგორც კუჩნაწლავის, ასევე ღვიძლის კოქციდიების სამკურნალოდ. ასე რომ კოქციდიოზისგან თავის ასარიდებლად დაიცავით ჰიგიენა და მოზარდს ასხლეტვისას ჩაუტარეთ პრევენცია. მკურნალობისას 1 მგ პრეპარატს ურევთ 2 ლიტრ წყალში და ვაძლევთ 2-3 დღე გააჩნია მდგომარეობას. პრევენციისას ნახევარ დოზას. ახლა დაგემშვიდობებით და შემდეგ სიუჟეტებში ვისაუბროთ ენტერიტზე, ნაწლავურ ანთებაზე და მის მკურნალობაზე.